თითქმის 9 წელია ქსელურ კომპანიასთან თანამშრომლობ და ახლა გამიჩნდა სურვილი გაგიზიარო ჩემი პირადი გამოცდილება და განახო ის გზა, რომელიც მე ამ 9 წლის მანძილზე გავიარე. შეიძლება ახლა შენ გადიხარ იგივე გზას, შეიძლება ახლა გაქვს ფარხმალის დაყრის პერიოდი, მაგრამ ჯერ მოусმინე ჩემს ვიდეოს და შემდეგ მიიღე გადაწყვეტილება. როდესაც ქსელურ კომპანიასთან დავიწყე თანამშრომლობა, ხალხის მხრიდან ვიგრძენი ცოტა არასერიოზული დამოკიდებულება და უპატივცემულობა, რადგან მე დავტოვე 10 წლიანი წარმატებული პედაგოგის კარიერა და ავირჩიე სრულიად უცხო, განსხვავებული და ჩემთვის უცნობი არატრადიციული ბიზნესის მოდელი. სერიოზული დამოკიდებულება, რომელიც ადამიანებს აქვთ ზოგადად ქსელური კომპანიების მიმართ, მოდის არამხოლოდ არატრადიციული ბიზნესის მოდელიდან, ასევე მოდის იმ შეცდომებიდან, რომლებსაც თავად ჩვენ ვუშვებთ იმ დროს, როცა ვართ გამოუცდელნი. ჩვენ გონია რომ და მე პირადად მეგონა ასე რომ ვიყიდე ლატარიის ბილეთი, რომელსაც ეწერა გადაფხიკე და მოიგე. მოვიწევდი კომპანიაში მეგონა რამოდენიმე ადამიანს, ის ადამიანები იმუშავებდნენ კარგად, გამოიწერდნენ პროდუქტებს, შემდეგ მარტივად და ადვილად გაყიდდნენ და მე ამით შევიქმნიდი პასიურ შემოსავალს და ასე ვთქვათ, შრომის გარეშე ვფიქრობდი, რომ სხვის ხარჯზე ადვილად ავაწყობდი ჩემს ბიზნესს. მაგრამ კიდევ კარგი მალევე გავიაზრე, რომ ეს ყველაფერი იყო თავის მოტყუება, მე უნდა მეშრომა ბევრი, უნდა მიმეღო ძალიან ბევრი უარი, უნდა მიმეღო ბევრი დაცემა, მერე ბევრი წამოდგომა, რომ მივსულიყავი იმ გზამდე, რომ გავხდარიყავი პროფესიონალი ამ საქმეში. თუ მოგწონს ასეთი კონტენტი, თუ გაინტერესებს როგორ გაგრძელდა ჩემი ისტორია და ზოგადად თუ გაინტერესებს ქსელური მარკეტინგის კომპანიებში და ზოგადად ქსელურ კომპანიაში მუშაობის სტილი, მოდელი, მხოლოდ პროდუქტს არ გულისხმობ, რა თქმა უნდა და პროდუქტის განხილვას, მე უფრო ღრმა შრეებს გულისხმობ, რა გზას გადის ადამიანი, როდესაც ირჩევს დამოუკიდებელი ცხოვრების გზას, დამოუკიდებელ ბიზნეს პარტნიორობას უმსხვილეს კომპანიებთან, გამოიწერე ჩემი არხი, დარჩი ჩემთან და დაელოდე ვიდეოს გაგრძელებას.